მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? როგორ გრძნობთ თავს ამ კვირა დღეს? ახალ უკვე ოფიციალურად შემოგვიხსნის კარს შემოდგომას, სექტემბერი მოვა. სასიამოვნო დამთხოვაა, რომ ახალი კვირა იწყება და თან ახალი თვეც იწყება, ასე რომ თვითონ თქვენთაგანს ძალიან დიდ წარმატებას, სიმშვიდეს და სიხარულს გისურვებთ და დიდი ხანია ეს გაშლა აღარ გამიკეთებია, რა ხდება მის ოჯახში, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ოჯახში, თავში, სახლში, არ ვიცი, გულში, გარემოში და ასე შემდეგ. პირველი ვარიანტი, აი ესეთი სამაჯური და მეორე ვარიანტიც აი ესეთი სამაჯურზე გავაკეთოთ. პირველი, მეორე და დავწყოთ პირველი ვარიანტით. ჯერ ვნახოთ ვისზეა უბრალოდ უკაცრავად, ხო? ვის უყურებთ, ანუ ეს რა არის, რატო ამობრუნებული? ვნახოთ ვის უყურებთ, ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. მეოცნები, ცოტა ზედმეტად ილუზიებში გადავარდნილი ადამიანი, რომელიც რაღაცა ისე ძალიან როგორ გითხრათ, სადღაც არის, რა სხვაგან არის, მოკლედ. თავისი შეხედულებები აქვს, თავისი იმედები აქვს. შეიძლება სულაც არ იყოს რეალური და იცოდეს თვითონაც, რომ ეს რეალური ამბავი არ არის, მაგრამ თვითონ რო იტყვის, რომ ეს ასეა, ეს ასეა. დააკვირდით ამ თასებში ზოგან გველია, ზოგან სოკოა, ზოგან ადამიანის თავია, ზოგან კოშკი, არ ვიცი, ზოგან ბაჯაღლო, ზოგან ნალი და პირდაპირ უმიზნებს კიდე ენა გადმოგდებული გველი, ხო? მაგრამ აი ნუში არ აგდებს, ეს რაღაცა იქით ამხარეს იყურება, ამას თავისი წარმოდგენები აქვს. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო. საქმესთან და ქმედებებთან ცოტა გვიჭირს. ისეთი ტიპის ადამიანს უყურებთ თქვენ ახლა. თუ თქვენი გაშლა არ არის, მაშინ ნუ გააგრძელებთ ყურებას, ხო? ნახოთ ახლა რა ხდება მის სახლში, რა ხდება მის თავში, რა ხდება მის გულში, რა ხდება მის გარემოცვაში, რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით და რა იქნება მომავალში თქვენთან დაკავშირებით. ბოლო ორი არკანი თქვენ გიკავშირებთ. მის სახლში რა ხდება? მის სახლში კაი ამბავი არ არის. გულისტკენა, იმედგაცრუება, დისტანცია, იგნორი, სიცივე, კონფლიქტი, სხვა ადამიანზე ფიქრი და ასე შემდეგ. აქ სავარაუდოდ კლასიკურ სამკუთხედთან მაქვს საქმე. რა ხდება მის თავში? მის თავში გონებრივით იცის, რომ ოჯახი უნდა შეინარჩუნოს, ფასადურად იზეიმოს კიდეც და თავით ისე დაიჭიროს, რომ ამნაირი ცოლი და ამნაირი ქმარი და ამნაირი შვილები ბარეორს არ ყავს, მაგრამ მოდიება დამინდასტური ამ ოჯახთან დაკავშირებით რას ფიქრობ, გასაგებია რომ გონებაში ეს გაქვს მანახე. მაგრამ აი რეალობა რა არის, მეგობრებო. გარეთ მტერს უბრმავებს თვალს და სახლში მოყვარეს, აქ ის ამბავია. რა ხდება მის გულში? გულში ქურუმი ქალი ყავს, ფარული ქალი ყავს. ადამიანი, რომელიც მისთვის ყველაფერია, ცოტა გამოუცნობიც არის, ცოტა ამოუხსნელიც არის და მოკლედ თავბრუ აქვს მთლიანი არ ვიცი, მთლიანად სხეულებრივადაც და გონებრივადაც დახვეული. კიდე მითხარი გულში რა ხდება? ენატრება ნოსტალგია, მონატრება და ერთი სული აქვს, ასე ვთქვათ, როდის განმეორდება ის ბედნიერი წუთები, რაც ამ ადამიანთან ჰქონდა. გარემოში რა ხდება? გარემოში რაღაც სამსახური, ფული, ყოველდღიური რუტინა, რაც როგორც წესი თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს და თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს, რა ხდება? თქვენთან დაკავშირებით ჭიდებათ, მოკლედ. ძალიან იცით როგორი მომენტი აქვს, არ უნდა თქვენი ხელიდან გაშვება, ან წარსულს ესე ბღაუჭება. იცის, რომ ორი გზა აქვს და ბოლოს არჩევანი უნდა გააკეთოს, მაგრამ სამწუხაროდ პენტაკლების მეფეა და აქვთ გავარდა სხვაგვარად არ ძალმიც. თქვენ მისთვის ოცნების შორეული ადამიანი ხართ, ოცნების სფერო ხართ, მონატრების სფერო ხართ. თითქოს რაღაც პატარა ნაბიჯებს ფიქრობს კიდეც თქვენი მისამართით, მაგრამ სამართლიანობის არკანით იცის, რომ მაქსიმალურად ზღვარი უნდა დაიცვას, ისე რომ არც წვადი დაწვას, არც შამფური და
ასე ვთქვათ, თვითცენზურაშია, ჩიხებშია, ესე შიშებიც აქვს, თან რასაც არ უნდა აკეთებდეს 24 შვიდზე მის გონებაში ხართ და გრძნობა თქვენი მისამართით ძალსახად არის შენარჩუნებული. მომავალში რა იქნება, რას უკავშირდება ეს თქვენთან დაკავშირებით ვკითხულობ, მაგრამ არა. სწორად ვიფიქრე. მომავალში ისევ ბარიერები, ისევ გარკვეული ტიპის წინაღობები შენარჩუნდება, იმიტომ რომ ის ოჯახშია. ერთადერთი ვარიანტი, რაც ყველაზე საუკეთესო სიტუაციაში შეიძლება იყოს, ამანი მანიპულაციოს, კარგად ითამაშოს, ჩუმად გამოიპაროს ხოლმე თქვენთან. ხო, როგორც კვერთხების დედოფალთან, მამაკაცების თუ მიყურებთ აბსოლუტურად თქვენს თავზე შეგიძლიათ გადაათამაშოთ და მოკლედ, ბალანსი დაიცვას აი იმპერატრიცასა და კვერთხების დედოფალს შორის, ხო, იქაც იყოს და აქაც იყოს. ეს ჯერჯერობით ამ ეტაპზე წამოსვლას იქიდან არ გეგმავს და რაღაც ახალ საფეხურზე გადავადგოთ ჯერჯერობით არა. თუმცა რაღაც მცდელობები და პატარ-პატარა სურვილები ექნება ამისი, მაგრამ არა ის იმ სტატუსი, ასე ვთქვათ, საზოგადოების აზრს და საზოგადოების მიერ მინიჭებულ ძალიან ბევრ ბრჭყალებში იარლიხს ვერ დათმობს და ვერც ესე მარტივად გამოიკეტავს კარს იქიდან. მადლობა პირველ ვარიანტს და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეორე ვარიანტში მაინც არ იქნება არანაირი სამკუთხედი და ოთხკუთხედი, თორე მე ჩაგრებიან მე ის ადამიანები, ვინც არ ფეშვაში არ არიან მსგავს თემებში, ხო და ისია. ხო, მაღალი არკანი, ვარსკვლავის არკანი, არ ვიცი, ასე დავდებ ხო, მეგობრებო, რომ YouTube-მა არ დამიბლოკოს, ხედავთ. ამას ავაფარებთ, ვარსკვლავის არკანი. არ ვიცი, შესაძლოა გარკვეული უფრო მეტი ადამიანი მიყურებდეთ, აი ესე დავდებ რა. მიყურებდეთ ემიგრანტები, გარკვეულ დისტანციაზე, გარკვეულ მანძილზე მყოფი ადამიანები, რომელსაც გაქვთ კურნების ენერგია, როგორც თვითგანკურნების, ისე სხვისი, ანუ თქვენს ცხოვრებაში, რაც არ უნდა დეფიციტი იყოს, რაც არ უნდა ბარიერი იყოს, რაც არ უნდა პრობლემა იყოს, თქვენ მუდმივად გაქვთ რეგენერაციის უნარი და სულ ხდება ცირკულაცია ენერგიების, სტიქსის მდინარე, სიცოცხლის მდინარე, აი ორი ჭურჭლით გიკავიათ რომ იტყვიან ხელში და შესაბამისად აქედან გამომდინარე ძალიან კარგი სამიზნე ხართ ადამიანებისთვის, რომლებსაც უჭირთ, რომელსაც დეფიციტი აქვთ, რომელსაც ზრუნვა ჭირდებათ, რომელსაც დადებითი ენერგიები და ვიბრაციები ჭირდებათ და ხშირ შემთხვევაში თქვენ არ იცლებით, ოღონდ აქ თქვენ ცალსახად ისეთი ადამიანები მიყურებთ, რაც არ უნდა გასცეთ, თქვენ არ იცლებით, ანუ სამყაროსგან ესეა, რომ თქვენ უნდა ასე ვთქვათ, სხვა შესაძლოა გარკვეულ სფეროებში საკმაოდ ცნობადი სახეებიც იყოთ, გარკვეული ტიპის პოპულარობა გქონდეთ და ისეთი მეოცნებე და ძალიან სუფთა ენერგიების გოგო ან ბიჭი. რამდენიმე მახსენდება ჩემი პირადი კონსულტაციებიდან. კარგით, რა ხდება აბა თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანის სახლში, რა ხდება მის თავში, რა ხდება მის გულში, ორი არკანი გადმოვარდა და კაი გულში იყოს ორი არკანი, რა ხდება მის გარემოში, რა ხდება თქვენთან დაკავშირებით და თქვენთან მომავლის ენერგიები რა იქნება. სახლში რა ხდება? სახლში რაღაცა ძალიან დიდი ტრანსფორმაციაა, ძალიან დიდი ცვლილებებია, იმედენად დიდი ცვლილებები, რომ რას უკავშირდება აბა გვაჩვენეთ. და დასაგებია. სახლში ძალიან დიდი ამბებია. სავარაუდოდ ეს ადამიანი გარკვეული ზემოქმედების ქვეშაც შეიძლება იყოს, ან ყოველ შემთხვევაში ოჯახი აღიქვამს, ასე რომ ვინ გაგიკეთა რაღაცა ხო, ან ვინ რა იმოქმედა ამნაირი შენზე, რომ აი ამ მდგომარეობაში ხარ, ნუ თვლიან რომ რაღაცა ზემოქმედებიც არის ამ ადამიანზე, მიჯაჭვულობები, თვლიან რომ ძალიან ზედმეტად ერთობა და არ ვიცი, შეიძლება სულ ომი და ჩხუბი იყოს იმაზე, რომ დროზე დაოჯახდი და დროზე ნუ ერთობი და ნუ დადიხარ ესე აქეთ-იქით და კი, ეგ მომენტია ზუსტად. ბოლოს ამდენი
ადამიანისგან არჩი ერთი და როდემდე უნდა იარო მარტო და აი ესეთი ენერგია მოდის რა. თან ძალიან დიდი შიში აქვს რომ ვიღაცამ არ ჩაიჭიროს ეს ადამიანი და აი ეს კონფლიქტები და აი იცით როგორი რომ აი ძველი ცხოვრებასთან დასვი რა წერტილი თითქოს ესეთი ინფორმაცია მოდის რომ ახალი როდის ღა უნდა დაღვინდე ხო როდის ღა უნდა გადახვიდე ახალ ეტაპზე რაღაცა აქ მგონია რომ უფრო სერიოზული ურთიერთობისკენ ვიწყებს ოჯახი და ძალიან ეშინიათ რომ ესე აქეთ-იქით სიარულით რაღაც არასწორს არ გადაეყაროს. კარგით, რა ხდება მის თავში? მის თავში რატო? პრაქტიკულად როგორც ასეთი, აი შეიძლება ავათაც არის მეგობრებო, რაიმე ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, ან რამეზე დამოკიდებული ხომ არ არის შემთხვევით, აქაც ისეთი რაღაც მაჩვენა და აღარ გავაჟღერე. ნუ ყოველ შემთხვევაში რომ იტყვიან, აი ესე აი პრაქტიკულად მკვდარი უნდა გააცოცხლონ ისეთ ენერგიებშია რა. ფიქრობს რომ რაღაცნაირად გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თავი უნდა დააღწიოს არსებულ სიტუაციას და სიბნელიდან როგორღაც გამოვიდეს, ისევ ფეხზე დადგეს, არ ვიცი რას უკავშირდება ეს, მაგრამ საკმაოდ მძიმე ენერგიებშია. ოღონდ ფიქრობს რომ ამას უნდა თავი დააღწიოს, მაგრამ ეს ჯერჯერობით ფიქრის დონეზეა. თუმცა შეძლებს. ნახეთ, სავარაუდოდ იმედენად ძლიერი ადამიანია, მე ჩემი თავი უნდა დავიბრუნო. აი ძალიან ისეთი შეიძლება ვიზუალურადაც ძალიან სასიამოვნო ადამიანი იყოს, საკმაოდ ისეთი განათლებული, ქარიზმატული. აი ძალიან იცით როგორი ადამიანი, რომელსაც თავის დროზე დიდი აღიარებაც ჰქონდა, სტატუსიც ჰქონდა, ძალიან კარგი ოჯახის შვილი შეიძლება იყოს კიდე. აი ძალიან ისეთი რიგითი ოჯახი არა რა, აი ხო ხდებით რაღაცა სხვა გარკვეული მე კი ეგეთ რაღაცებს ძალიან ამ გრადაციებს ვერ ვიტან, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში როგორც არის საზოგადოებაში ხო კლიშე, გარკვეული ისეთი სუყე ავტორიტეტის ოჯახიდანაც იყოს. მის გულში რა ხდება? მის გულში გეუბნებით, რომ საშნელი შიშებია, არ ვიცი, კიდევ ერთხელ განმეორდები შესაძლოა რაიმე ნივთიერებასაც მოიხმარდეს, ნუ ამას თუ არ მოიხმარს ყოველ შემთხვევაში, აი წინ გადადგმის, ფეხის გადადგმის ნაბიჯი ეშინია, თითქოს გონია რომ აი რაც აქამდე დავთესე, განერა დავთესე, ხო, ცუდად მოვიმკი, ანუ რაღაცა თავისი არასწორი ქმედებების შედეგების ეშინია. ხო, ნახე თითქოს სამსახურსაც, რუტინასაც, ბიზნესაც რაღაცას ჩამოაშორეს თუ ჩამოშორდა სულ მარტო გრძნობს, ანუ აი გარემო აღარ აქვს, გუნდი აღარ აქვს, თითქოს მარტო დარჩა და შიშები აქვს აი ამ სიმარტოვისგან, ვერ ხვდება რა როგორანაირ უნდა გააგრძელოს, აბა გარემოში რა ხდება? გარემოში იცოცხლე ყავს ხმლების დედოფალი, არ ვიცი შესაძლოა ვიღაცა ძალიან ისე ეკიშპებოდეს და ვიღაცის გავლენებიც იყოს ეს ყველაფერი, ან სულაც ეს ქალი აკეთებდეს ძალიან ცუდ რაღაცებს ამ ადამიანზე. ნუ თუ არ აკეთებს, ყოველ შემთხვევაში სიტყვით აშინებდეს, ასე ვთქვათ, ენერგეტიკულად იბამდეს. არის აქ რამე მძიმე ჩარევა? არა, მძიმე ჩარევა არ არის. ახლა მომისმინეთ კარგად, ეს არის წარსული ურთიერთობა სავარაუდოდ, რომელსაც ბოლომდე ვერც ეს შეელია და ვერც ეს ქალი შეელია და ეს ქალი სავარაუდოდ ახსენებს თავს ამ ადამიანს. ბოდიში დედა რატო უკაცრავად, მაგრამ არ შევცდი. ნახეთ, აი როგორი ის არის ინტუიციური თვითონ ტაროს დასტა, ხო, ეს ხმლების დედოფლად აღვიქვი მე უცებ რატომღაც და წავედი და წავყევი და ხმლების დედოფალი წამოვიდა ზუსტად რო ვსაუბრობდი, ანუ არაფერი შემშლია. ამ ქალს გრძნობები აქვს ამ ადამიანის მიმართ, ან კაცს, მამაკაცები თუ მიყურებთ, გადაათამაშეთ, საშნელი მონატრება აქვს, მაგრამ ჩარევა რომ გითხრათ რომ არის ხა რაღაცა არ ვიცი დადებული ჯვარი წერი, ანუ არ მიყვარს ამ სიტყვის ხმარება, ჯადოთ რაღაცა ასეთები და ისეთები არა, მაგრამ შეიძლება აი SMS-ით ახსენებდეს თავს, რაღაცა ცოტა ნამუსზეც აგდებდეს, ცოტა აი ხო რაღაცა ჩვენ ხო ესე, ჩვენ ხო ისე, ჩვენ ოჯახს გეგმავდით, ჩვენ ანუ სხვა ტიპის ურთიერთობა იყო, მიხვდით, მათ შორის სავარაუდოდ თავის დროზე საკმაოდ დაბალანსებული, საკმაოდ ისეთი და აი ამ გაორებას მერე ძალიან სერიოზული პრობლემები მოყვა
ქალის მხრიდანაც, კაცის მხრიდანაც არ აქვს მშობა, ორივე მხრიდან. ძალიან ისე ავადმყოფობამდეა ეს ბიჭი მისული. შეიძლება თან ენატრება და თან ოჯახის წინ ვერ მიდის, არა და უყვარს, ეს მომენტებიც მომდის. ეს ქალი თუ თქვენ ხართ, არ ვიცი. ძალიან ისეთი, მის გარემოში რაღაც საბედისწერო გადატრიალებები ხდება, რაღაცა ციკლი აუცილებლად უნდა დაიხუროს და რაღაც ახალი დაიწყოს, სხვანაირად უბრალოდ არ გამოვა. თქვენთან დაკავშირებით რა ხდება? ორიანი კვერთხები, თქვენთან დაკავშირებით, ეს ქალი თქვენ ხართ? ეს ქალი თქვენ ხართ. ეს ქალი თქვენ ხართ, მეგობრებო. არა, მოიცეთ. არა ხართ ეს ქალი თქვენ. ეს ქალი სხვა, მოიცეთ. всё, გავიგე, სწორად ვთქვი, არა ხართ ეს ქალი თქვენ. აქ არჩევანის თემა, სავარაუდოდ, ახლა ნახეთ აქ რა ხდება. სავარაუდოდ ეს ძველი ურთიერთობა, რომელიც დაასრულა და გარკვეულწილად ჯერ ენერგეტიკულად ისევ არის ბმა და ეს ქალიც არ ანებებს თავს. და არის გაორებაში, თქვენთან მიმართებაშიც გაორება ამოვიდა, მაგრამ ნახეთ, რომ ვეკითხები თქვენთან დაკავშირებით, სავარაუდოდ ამ ადამიანს თქვენთან ქონდა სურვილი ოჯახის შექმნის, სერიოზული სტაბილური ურთიერთობის, თუმცა ეს არჩევანი მაინც ტრიალებდა, აქ მესამის ენერგია მაინც მოდიოდა. და რა მოხდა მერე? თქვენს მიმართ გრძნობა ქონდა თუ მოწონება ქონდა. რა არის, იცით, ახალი დაწყებული ურთიერთობა იყო. და საკუთარ თავსში უნდა ძალა ეპოვა, რომ არა მე ის ძველი დამავიწყდა და ახალი მინდა, მაგრამ რაღაცა იმ სიტუაციიდან უნდა გამოვიდა, აღდგომა უნდა მოხდეს ჩემი სიტუაციის და ჩემი მდგომარეობის. დანგრეულ დამსხვრეული მოვიდა თქვენთან პრაქტიკულად და ვფიქრობდა, რომ რატომაც არა შემიძლია რომ მე გავხდი ამ ქალთან იმპერატორი, ოჯახით შევქმნა, მაგრამ მე რა მოხდა მანახე? თუ ესეთი სიყვარული და ემოციები და გრძნობები იყო, ეს ვინ არის, დედის ფაქტორი გამოჩნდა? არა, ნახეთ როგორი მომენტი გამოჩნდა, დედა კი არა. აქ მოკლედ ზუსტად მიხვდა, რომ ამ ქალთან სხვანაირი ურთიერთობა არ გამოვა, ან ამ კაცთან. აქ უნდა იყოს ოჯახი, ყველაფერი კანონის მიხედვით, ყველაფერი ტრადიციების მიხედვით, ყველაფერი საზოგადოების მოთხოვნების და სტანდარტების მიხედვით. და მე რატომ არ მოხდა? შეეშინდა თუ რა მოხდა? ერთი გვაჩვენე გეხვეწებ. კაი, ერთი არკანით მანახე რა მოხდა. სამართლიანობაში არ ვიყავი მზად და ვერც უსამართლოდ მოვექცევი და წასვლა მირჩევია. რაღაცა ისეთი ენერგია მოდის და კაი, ბოლო არკანი მანახე, მომავალი რა იქნება. მომავალში ჯერჯერობით წასულია, ფიქრობს, თქვენთან დაკავშირებით ფიქრები არც ერთი წუთი არ გაუწყვეტავს, თუმცა ნახეთ როგორ ემოციები აქვს სასწაული, მაგრამ ჩიხები აქვს, ბარიერები აქვს, საკუთარ თავს კარგად ძალიან ებრძვის საკუთარ თავს, გონია რომ თავის დროზე არასწორად მოიქცა, მაგრამ მომავალში მეგობრებო ეს ადამიანი გამოჩნდება, აუცილებლად გამოჩნდება ეს ადამიანი. შეიძლება საკუთარ ემოციებსა და გრძნობებსაც გესაუბროთ და ყველაფერს განულებაც მოინდომოს, არ გამიკვირდება, მაგრამ იცით რა არის, ჯერჯერობით არ მიმხელს ბოლომდე რა, სამყაროს არკანი და ქურუმი ქალი, ახალი ციკლი დაიწყება, თუ ამ ადამიანთან ერთად თუ სხვა ადამიანი მოვა, ცოტა უცნობია, იმიტომ რომ სწორებულ პასუხს მაძლევს რა, ყველა შემთხვევაში რომ ახალი დასაწყისი გექნებათ, ეს ცალსახაა, ან მეორე ვარიანტია, შეიძლება ვიღაცა დაგეხმაროთ ამ ადამიანის გარკვევაში და ვიღაც ოსტატმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანოს თქვენს ხელახლა დაკავშირების თემაში, მინიმუმ შეხვედრა ან კომუნიკაციაში. საჯაროა გაშლა და მეტი სხვანაირად ვერ ვიტყვი. კარგით, ჩემო კარგო ადამიანებო, უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის, დაგემშვიდობებით. ნახვამდის და ვეცდები კიდევ რაღაცა 1-2 ვიდეო მაინც მოვასწროთ და ჩაგიწეროთ.